მილოცავ რადიოს ყველა ყოფილ და ახლანდელ თანამშრომელს მივიდეს და არა მხოლოდ რადიოს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც თქვით დასაწყისში ჩვენი გადაცემის, ეს არის სამაუწყებლო მედიის დაბადების დღე, 23 მაისი და 100 წლის სწორედ სამაუწყებლო მედია გახდა და ძალიან ლოგიკურად გადავალთ ეხლა ძალიან დასკვნით და მნიშვნელოვან ნაწილზე, რასაც მრავალი წელია სხვათა შორის ველოდებით. ძალიან ბევრი თაობის ხელმძღვანელი ამ ტელევიზიის და რადიოს ცდილობდა, რომ ეს სტატუსი მიეღო ჩვენს მართლაც უნიკალურ რადიოს და მიეღო სტატუსი არამატერიალური მემკვიდრეობის, კულტურული მემკვიდრეობის და სწორედ აი დღევანდელი მენეჯმენტის პირობებში ეს სტატუსი მიღებული აქვს და ეს ძალიან დიდი პატივიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც, როდესაც ასეთ სტატუსს ვიღებთ. მე სიამოვნებით მინდა წარმოგიდგინოთ დღეს ჩვენი გადაცემის დასკვნით ნაწილში ორი არაჩვეულებრივი სტუმარი, მომხიბვლელი ქალბატონი, გენერალური დირექტორი პირველ საზოგადოებრივი მაუწყებლის ქალბატონი თინათინ ბერძენიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ქალბატონი თეა ონიანი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენს ბუნებრივია როგორც მსმენელს და როგორც მენეჯერს ამ მართლაც უნიკალური მედია საშუალების და მინდა დავიწყო სწორედ ქალბატონ თეა თქვენთან საუბრით თუ რას ნიშნავს ეს აღიარება საბოლოო ჯამში და რამდენად დიდი და საინტერესოა და არ მგონია რომ ბევრს მართლაც ერთ-ერთ უძველეს რადიოს ევროპაში, რომელიც ჩვენი რადიოა, ყველას ჰქონდეს ესეთი სტატუსი მინიჭებული, რაღაცა გამორჩეული და უნიკალურები მართლაც ვართ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და რა პასუხისმგებლობა და რა სიხარულია ეს ჩვენთვის. მადლობა. პირველ რიგში მთელი დილა იმდენ საუბრობთ რადიოზე, რომ ჩვენ აღარ დაგვრჩა ადგილი, ასე ვთქვათ. თუმცა მე დავიწყებ მაინც მილოცვით, მიულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს და როგორც ამბობენ, ყოფილი თანამშრომლები არ არსებობენ, ვინც მედია შეხებია, ისინი მოწამლულები არიან კარგი გაგებით ამ ყველაფრით. ამიტომ ულოცავ თითოეულ მათგანს, რომლებმაც ესეთი ტრივიალურია, მაგრამ ნამდვილად თავისი დაღი დაასვეს ამ რადიოს კარგი გაგებით და როგორც გოგა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ რადიო, ეს არის პირველი მაუწყებლობის დაბადება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ულოცავ ყველა ჩვენ მოქალაქეს, ვისაც უყვარს ეს მედიუმი, ვინც უსმენს კვლავ და ძალიან სასიხარულოა, რომ ყველა რადიო ულოცავს ჩვენს რადიოს და რაღაცა ესეთი კონკურენტუნარიანი გარემო არ არის, რადგან პირველი არხის რადიო, საქართველოს რადიო არის ერთადერთი და უნიკალური. რაც შეეხება სტატუსს, ქალბატონ თეას დიდი მადლობა კულტურის მინისტრს, იმიტომ რომ ვეცადეთ და სხვა შორის ბევრი წელია ამას ვცდილობდით და ნამდვილად ფიქრობ დამსახურებულად, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეს სტატუსი მიგვენიჭა და ნამდვილად ძალიან დიდი სიხარულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღეს გვაქვს ყველას ერთად, ასე ვთქვათ, სასიხარულო დღე, მიულოცოთ ერთმანეთს და ვისიამოვნოთ. ნამდვილად. ქალბატონო თეა, მოდით იმ კრიტერიუმებზეც ვისაუბროთ, ხო, რომელიც დააკმაყოფილა დაუშვათ და შესაბამისად მიიღო ეს სტატუსი. საინტერესოა რა არის ეს? ზოგადად ამ პროცესზე მუშაობა ქართული ან რადიოსათვის არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე პროცესი დაიწყო რამდენიმე თვის წინ. ინიციატორი გახდა თვითონ საქართველოს რადიოს რადიოარხის ჯგუფი და სააგენტოს თანამშრომლებთან შესაბამის სამსახურთან ერთად თვების მანძილზე მიმდინარეობდა სააღრიცხვო ბარათის დახვეწა, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მოცულობითი და მთავარი ინსპირაცია, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ არხს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გახლავთ ის, რომ ეს არხი ფაქტურად საუკუნის მანძილზე თავად ქმნის და ხელს უწყობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რითვით ეს არხი არის ერთ-ერთი მთავარი დამცველი ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის. თავად ისტორია დაიწყო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშით, ეს იყო მართ არხნიშვილის შესრულებული ურმული, რომელიც თავად უკვე არამატერიალური მემკვიდრეობა. აი ამის შემდეგ დაარსების დღიდან, ან ფუნქციონირების დღიდან ეს არხი იყო ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი იმისა, რომ ქართული ხმა მისულიყო ყველა მსმენელამდე, ყველა იმ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მოსახლემდე მისულიყო გამართული ქართული მეტყველება, ქართული ფოლკლორი, სიმღერა, იქნებოდა ეს ქართველი მწერლების უნიკალური ჩანაწერები თუ ასე შემდეგ. ანუ ეს არხი დაარსების დღიდან
პოპულარიზაციას უწევს და თავად ქმნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს, რომელიც დღეს ფაქტიურად არ არის მკვდარი სამუზეუმო ისეთი სამუზეუმო სამუზეუმო ექსპონატები, რომლებიც გამოიყენება მეცნიერებაში, თუნდაც ქართული ფოლკლორის კვლევის კუთხით და ზოგადად ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა, ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ამ არხმა დღემდე მოიტანა და მომავალ თაობებსაც გადასცემს. ის რომ ეს არის ერთ-ერთი უძველესი არხი, ზოგადად, პირველი რადიო მაუწყებელი მოგეხსენებათ 1921 წელს ამოქმედდა და ეს 1925 წელს, ანუ ერთ-ერთი პირველი, ესე ვთქვათ, სათავეებთან არის ეს რადიო მაუწყებლობის და აი ამ უწყვეტმა ტრადიციამ, რაც ამ არხმა შექმნა, იქნებოდა ეს კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ქართული მწერლობის პოპულარიზაცია, ანუ ქართული მწერლების უნიკალური ჩანაწერები, მათი ხმა, რომელიც დღესაც შეგვიძლია გავიგონოთ, ვეფხისტყაოსნის მხატვრული კითხვის ტრადიცია, ანუ რომელიც რომელსაც ამ არხმა დაუდო საფუძველი 1937 წელს და დღეს ჩვენ გვაქვს ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, უშანგი ჩხეიძის უნიკალური ჩანაწერები და მე მახსოვს ის ემოცია ბავშვობაში, როდესაც ვერიკო ანჯაფარიძის წაკითხული ვეფხისტყაოსანი მოვისმინე, ეს იყო რაღაცა ისეთი დაუვიწყარი ემოცია და ამან კიდევ უფრო შემაყვარა და მომანდომა, ასე ვთქვათ, ვეფხისტყაოსნის წაკითხვა და დასწავლა. ასევე ამ არხმა შექმნა უნიკალური მემკვიდრეობა ქართული ფოლკლორის კუთხით, ანუ არსებობს უნიკალური ჩანაწერები, რომელიც შემდგომში ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა თუ სხვადასხვა მკვლევარებმა გამოიყენეს იმისათვის, რომ აღედგინათ რაღაც ის ჩანაწერები, ანუ ის ვერსიები სიმღერების, რომელიც უკვე მივიწყებული იყო და დღეს ქართული ფოლკლორული ანსამბლები უკვე აქტიურად იყენებენ აი ამ უნიკალურ ვერსიებს, რომელიც სწორედ ამ არხმა შემოგვინახა და აი ბევრი სხვა კომპონენტი იქნებოდა ეს სპორტული ჟურნალისტიკა, ყველა კარგად ვიცით ეროსი მანჯღალაძის, კოტე მახარაძის რაღაცა უნიკალური რეპორტაჟები. კი ბატონო, ამაზე ისაუბრებდნენ. და ანუ ზოგადად ყველაფერი ის რაც შექმნა ამ არხმა და მისი მთავარი ლაიტმოტივი იყო ქართული კულტურის და განათლების პოპულარიზაცია და შეიქმნა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ამ არხის მეშვეობით, სწორედ ის გახდა საფუძველი იმისა, რომ მას მინიჭებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის. იცით რა მაინტერესებს, საი რაზედაც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, ეს არის ყველაფერი ის, რაც გახდა საფუძველი, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას, რომ ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი. ეს არ არის მხოლოდ ისტორია, ის ყოველდღიურ გამოყენებაში, ამას ყოველდღე ისმენს ჩვენი მსმენელი, ჩვენი რადიო გადაცემების მეშვეობით. და ეხლა უკვე უნდა გავამდიდროთ. ეხლა რა ხდება, როგორ ვამდიდრებთ და ეს ხო გრძელდება ეს მემკვიდრეობა და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ფონდმა შეინარჩუნოს ეს სტატუსი ამ ვთქვათ მაუწყებელმა და არ იყოს მხოლოდ როგორც უკვე გარკვეულწილად სამუზეუმო ექსპონატი. პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, როდესაც არაშიგნიდან გარედან გვესმის ამდენი კეთილი სიტყვა და ნამდვილად ამ სტატუსს მე მგონი გამართლებაც არ ჭირდება. რაც შეეხება რადიოს, პირველ რიგში რადიო ეს ერთ ცოცხალი ორგანიზმი და ძალიან არ მინდა რომ გადავიტანოთ რაღაც ცოტა არქივის ფაზაში, იმიტომ რომ რადიო არის ჯერ ერთ-ერთი ყველა კვლევა იმაზე მიანიშნებს, რომ პირველი ევროპული რადიო მაუწყებლობა ეს ნამდვილად ასია, მხოლოდ ჩარშან აღნიშნა ბრიტანეთმა BBC-მ 100 წელი, ჩვენ მივყვები და შემდეგ უკვე აი მოყვებიან ბალტიკი, ანუ აი ესეთი ჩვენი სამეზობლო ქვეყნები, მოდი ესე ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის, რაც ნამდვილად სასიხარულოა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ხანდახან ვერ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია საუკუნე. როდესაც რაღაც საუკუნის ნივთი გვაქვს, ხო კოლექციონერები მივბივართ, ყიდულობთ, ვინახავთ და ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, რომ რაღაც ნივთი გვაქვს, მე ვაჩვენებთ. ეს კი არის რადიო, რომელიც მთელ ჩვენს ქვეყანას, როგორც საკოლექციო ნივთი, საუკუნის ნივთი არა თან ცოცხალი, ასე ვთქვათ, მაუწყებლობა გვაქვს ეს ჩვენია, თითეული ჩვენი მოქალაქის ამის გააზრება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მხოლოდ დღეს ვიწყებთ ამ 100 წლის აღნიშვნას, დაგეგმილი გვაქვს სექტემბერში დიდი ღონისძიება და მთელი წელი მიეძღვნება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტელე და რადიო პროდუქტით იმისთვის, რომ ჩვენ კარგად გავიაზროთ, რას ვფლობთ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, გოგა, ვფიქრობ, რომ ის, რასაც რადიო აკეთებს, მაგალითად, იგივე ტელესპექტაკლები არ ვახსენეთ, რომელიც ძალიან ქმედითია, ახალგაზრდები
ახლა კიდე და სულ რამდენიმე ქვეყანაა დარჩენილი მსოფლიოში, რომლებიც ტელესპექტაკლს ქმნიან და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ტელესპექტაკლებსაც, მაგრამ რადიოს შემთხვევაში ჩვენ ახლა რამდენიმე კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ძალიან ხშირად ზურა კანდელაკი არის ხოლმე, სწორედ თქვი, ბატონო ზურა არ მიწყინოთ, გამარჯვებული და პირიქით აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია შევხვდეთ ისეთი შინაარსი, რომელიც საინტერესოა ყველასთვის და განსაკუთრებულად ჩვენი ევროპელი მეზობლებისთვის, ასევე ის გადაცემები, რადიო გადაცემები, სწორედ რეალურად ესეთი თოკ რეჟიმში, სალაპარაკო რეჟიმში დარჩენილი ერთადერთი რადიოა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აღარ წავალ სიღრმეებში, როდესაც ყველა კვლევა აბსოლუტურად აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მედიამ გადაინაცვლა დიგიტალურ სამყაროში, ტელევიზიასაც მოაკლდა მაყურებელი, რადიოს მსმენელი, როგორც პოდკასტის და ზოგადად ეს ინტიმური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა კვლავ დარჩა ადამიანსა და რადიოს შორის და რატომ? იმიტომ რომ აი ამ ქაოსში, სადაც ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ აი აბსოლუტურად ყველაფრისგან და კარგად ვერ ვფილტრავთ, რადიოში დარჩა ეს ინტიმი, როდესაც ადამიანი თავის თავთან მარტო რჩება და აი ამ ხმასთან თვითონ იღებს ისეთი დოზით, ისეთი ტიპის ინფორმაციას, რომელიც მას უნდა. ამიტომ ჩვენ არა მარტო ვინახავთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მედიუმი იყოს აქტიური, ისიც გვეხმარება თავისი ახალი ფორმებით, აი არ შეიძლება არ ვახსენოთ ეს პოდკასტები, სადაც ახალგაზრდა თაობა, ესე იგი თავის უკვე დამკვიდრებულია პლეილისტებს აკეთებს და ჩვენც აი ფეხს ვუწყობთ ამას, ჩვენი რადიო არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, არამედ რეალურად ძალიან აქტიური მნიშვნელოვანი მედიუმი ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან დიდი მადლობა, მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც ეს ისეთი უნიკალური მედია საშუალება, რომელიც შენთან მუდამ შეგიძლია ატარო და შენთან ერთად არის, ის ყოველთვის იქნება და რაც მთავარია, ჩვენ საზოგადოებრივ მაუწყებელს გვაქვს ნამდვილად როგორც კანონით გაწერილი, ისე ჩვენი შინაგანი მოთხოვნილება იმის, რომ შევინარჩუნოთ ის ფუნქცია, რასაც ქვია ხმოვანი და ვიზუალური მემკვიდრეობის და ისტორიის შექმნა. სწორედ 100-წლოვანი ისტორია, ხმოვანი ისტორია შეინარჩუნა და არა მარტო კულტურის სფეროში, ნებისმიერ სფეროში, რომელიც საზოგადოებრივ მოღვაწეობას ახლავს თან, ეს არის პოლიტიკა, ეს არის განათლება, ეს არის მეცნიერება. ყველა 100-წლოვანი ისტორია, ერთი საუკუნის ისტორია შემოინახა ჩვენმა რადიომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამ ისტორიის შენახვას და ჩვენ ამ ისტორიის გაგრძელებას კვლავ ვაპირებთ ჩვენი ყველა საშუალებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გაუხარდება ჩვენს მსმენელს, როდესაც ის იმას ეცოდინება, რომ არის ადგილი, სადაც კეთდება, სადაც იქმნება, სადაც ინახება ჩვენი ქვეყნის როგორც კულტურული, ასევე ნებისმიერი სფეროს ისტორია. გაგრძელება იქნება სტუმრობისთვის მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს რადიო მსმენელს, ტელემაყურებელს და ზოგადად მედია მოყვარულ საზოგადოებას ამ კულტურული ინსტიტუციის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ინსტიტუციის დაბადების 100 წლის თავს და ვსურვებ, რომ კიდევ ბევრი ასეთი იუბილე აღვენიშნოს.